სამთვეზე მეტი გარიგების გარეშე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა ბოლოს 12 ნოემბერს შედგა. ენერგეტიკული ბირჟის პირველი წელი როგორც მოსალოდნელიც იყო, არ იყო აქტიური. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმაზე ვაჭრობა სავალდებულო არ არის და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის გარიგებები ძირითადად ბირჟის გარეთ დგება. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით ბირჟაზე 21 მონაწილეა რეგისტრირებული, მათგან 9 ელექტროენერგიის მწარმოებელი, 7 საბოლოო მომხმარებელი, 3 სისტემის ოპერატორი, 2 კი მიმწოდებელია. 2024 წელს ბირჟაზე ჯამურად 17490 მეგავატ-საათი ენერგია ივაჭრეს, ხოლო საშუალო შეწონილი ფასი 13.45 მიასედი თეთრი იყო კილოვატ-საათზე. იქიდან გამომდინარე, რომ საბალანსო ელექტროენერგიის თვის ფასი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბირჟაზე ამ თვის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ფასი, ელექტროენერგიის მყიდველებმა ჯამურად დაახლოებით 440.000 ლარი დააზოგეს. 2024 წლის ივლისი-დეკემბრის განმავლობაში ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე. მაგალითად, PPA სადგურების ნაწარმოები, ელექტროენერგია და იმპორტული ელექტროენერგია იყიდება ორმხრივი ხელშეკრულებებით. ბირჟაზე მომხმარებელს კი არ ხვდება საკმარისი ელექტროენერგია, რადგან ის უკვე გაყიდულია ბირჟის გარეთ. სამეკის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან ბირჟა უფრო გააქტიურდება, რა დროსაც ქვეყანა გაცილებით ჭარბ და იაფ ენერგიას გამოიმუშავებს. დავით ნარმანია არ ფლობს ინფორმაციას, რა ფორმით დაიწყებს ბირჟა 1 ივლისიდან ოპერირებას და ვისთვის გახდება ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო. თუმცა მისი ვარაუდით პირველ რიგში ეს მსხვილი მომხმარებლები იქნებიან. ბირჟა არის საინტერესო მომხმარებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ვარაუდობ, რომ მეტი დარეგისტრირდება გაზაფხულიდან, როცა იქნება ჩვენთან უფრო იაფი და ჭარბი ენერგია. ის თუ სრულად როდის გაიხსნება და როდის გადავალთ ამ ახალ მოდელზე არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, ვინაიდან სწორედ მთავრობის კონცეფციის მიხედვით არის დადგენილი ბაზრის გახსნის ცალკეული ეტაპები. თუ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისთვის არსებული სხვა პლატფორმები არ გაუქმდება, Trading Solutions მმართველი პარტნიორი თვლის, რომ ენერგეტიკულ ბირჟას ოპერირება ძალიან გაუჭირდება. გარდა ამისა, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ რისკები, რომელიც რეგიონში მიმდინარე ომს, რეცესიას და ევროპაში გარკვეულ ეკონომიკურ დაღმასვლას უკავშირდება, არ გამქრალა. ამიტომ ხელისუფლების გადასაწყვეტია აღნიშნული რისკების გათვალისწინებით გახსნის თუ არა 1 ივლისიდან ბირჟას სავალდებულო წესით. თუ არ მოხდება სხვა პლატფორმების გაუქმება, იქნება ეს ეშკო თუ რომელიმე სხვა პირდაპირ ხელშეკრულების წესები ეშკოს გავლით, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ბირჟას კონკურენცია დღეს არსებულ პლატფორმებთან, იმიტომ რომ ბირჟაზე ნაყიდი და გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება ფასის არა, თვით ღირებულების თვალსაზრისით უფრო ძვირია. შესაბამისად, ბიზნესს არანაირი мотиваცია არ ექნება, რომ ბირჟაზე ივაჭროს. რამოდენიმეჯერ გადადებული ბირჟის ასე ვთქვათ, გადადების წინაპირობა გახდათ ის ფაქტორები, რომელიც იყო ირგვლივ რეგიონში, ქვეყანაში და ამავდროულად. და ეს ფაქტორები არსად არ გამქრალა. ახლა უკვე ხელისუფლების და შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ ეს რისკები აიღონ თავის თავზე და გაუშვან ბირჟა როგორც ასე ვთქვათ, ახალი პლატფორმა ელექტროენერგიის ვაჭრობის თვალსაზრისით. Galten Tagartis კვლევების სექტორის უფროსი ენერგეტიკული ბირჟის გარკვეული მოდიფიკაციებით გახსნის მომხრია. მისი თქმით, პლატფორმაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ალბათ გარკვეული პირებისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა მათრახის პოლიტიკაზე მეტად ის სტიმულების მომხრია. მარიამ ჩახვაშვილი თვლის, რომ უნდა გააქტიურდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და პლატფორმა საათობრივ ანგარიშ სწორებაზე გადავიდეს. თუ არ გადავედით რაღაცნაირად საათობრივ ანგარიშ სწორებაზე, აქტიური ვაჭრობა არ იქნება. თუმცა რაღაცა პრაქტიკა რო იქნება, უკვე კარგია. თუ სავალდებულო იქნება ვიღაცებისთვის, გააჩნია ვისთვის იქნება, რომ ეს ფასი რაც ბაზარზე დაჯდება, იყოს სწორი სიგნალების მომტანი. ანუ არ უნდა იყოს ისეთი კომპანიებისთვის, ვინც ცოტა დამახინჯებულად გააკეთებს ბიდინგს ამ ბაზარზე. ბაზრის მთავარი აზრი არის, რომ სწორი სიგნალები წავიდეს, ფასის მიერი სწორი სიგნალები წავიდეს ბაზარზე და ამიტომ მაქსიმალურად ისე უნდა გააკეთდეს, რომ სწორი ფასდადება გამოჩნდეს ამ ბაზარზე. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ერთი თვის წინ ჩვენს ეთერში განაცხადა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ოპტიმალური მოდელის შემუშავებაზე მიმდინარეობს. მათი სურვილია ვადამ არ გადაიწიოს და 1 ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ბაზარზე მონაწილეობის პრინციპი გადაიხედოს. დამტკიცებულ კონცეფციაში გათვალისწინებულია, რომ ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ სავალდებულოდ უნდა ივაჭროს
მხოლოდ და მხოლოდ ბირჟაზე. მაგალითად, ეს ნაწილი შეიძლება გადაიხედოს და გარკვეულ პირებს აღარ გააჩნდეთ ესეთი სავალდებულო ტიპის მონაწილეობა. ასევე არსებობს გარკვეული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რასთან მიმართებითაც შესაძლებელია რომ სხვადასხვა პირებს ჰქონდეთ მოსაზრება, რომ ეს არ არის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის და ის სწორედ ამ მიმართულებით ვიშაობთ, რომ ყველაზე კარგი და ოპტიმალური მოდელი შევიმუშაოთ. საბოლოოდ რა მოდელით გააგრძელებს 1 ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას, მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ ამაზე მიღებული არ აქვს.